რისკები ფაქტობრივად 10-20 წლის მერე არანაირი რისკი არ არის ძველ ლიტერატურაში გარკვეულ ოპერაციებზე იყო აზრი რომ რამოდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული თქვათ ონკოლოგიის განვითარების, მაგრამ პირდაპირ ვერ უკავშირდება ბარიატრიულ ქირურგიას და ეს მიდგომები ამჟამად ამოღებულია. იქიდან გამომდინარე რომ არანაირი მტკიცებითი დოკუმენტაცია არ არსებობს ამის რომ ბარიატრიული ქირურგია იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, პირიქით ჭარბი წონა სიმსუქნე არის ყველაფერი იმის გამომწვევი, რაც შემდგომ პაციენტებს ცხოვრებას ურთულებს და ბარიატრიული ქირურგია ამ გამოსავალია. 10-20 წლის შემდეგ არანაირ პრობლემას ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ არ წარმოადგენს. პირველ პერიოდში ჭირდება კონტროლი და ამ კონტროლიდან გამომდინარე თუ რამე კვებითი დეფიციტები გააჩნია პაციენტს, ხდება მისი გამოსწორება, კორეგირება, შესაბამისი მკურნალობა და ჩივილები ქრება.